რახან კითხვა გაჩნდა, აი პასუხი. წლების წინ ნიკა გრიგოლია მანიაკს მეძახდა, იმიტომ რომ გადავწყვიტეთ, რომ ჩემ ვიზაჟისტს გაეკეთებინა მისთვის მაკიაჟი და მეუბნებოდა, რომ ჩვეულებრივი მანიაკი ხარ, აი აქ ფანქარს როგორ ისვამო. მერე როცა მე შევიცვალე, თანდათან იცვლებოდა ჩემზე პაროდიაც. და უკვე მიშა ანდღულაძე აკეთებდა მას პროფილის სტუდიას უთმობდი და ერთხელ მახსოვს ერთნაირი კაბები შევიკერეთ და ერთად ვიდექით პროფილის სტუდიაში უფრო სასაცილო რომ გამოსულიყო. ჩემ სტუდენტებს სულ ვეუბნები ხოლმე რომ მაშინ შედგები საჯარო ფიგურად, როცა შენზე პაროდია გაკეთებადი იქნება, ანუ გექნება ისეთი დამახასიათებელი მანერები, რომ შენზე პაროდიას გააკეთებენ. წარმოიდგინეთ, 15 წლიდან ინდუსტრიაში ვარ, 6 წელია, რაც ეთერში აღარ ვარ და თუ ჩემზე ისევ კეთდება პაროდიები, ეს არის ფანტასტიკური. ახლა 49 წლის ასაკში. მაგრამ მე ძალიან მიყვარს რობი ვილიამსი არ გეგონოთ, ცნობილი კომიკოსის დეპრესიით რომ გარდაიცვალა, მისის დაუთვაიერის ფრაზა და ის ასე ამბობდა, თუ პაროდია არის სასაცილო, ეს არის ხელოვნება და თუ მასზე არ გეცინება, ის არის უხამსი. ეს არის ჩემი კომენტარი და სხვათა შორის კომერის ბიჭებმა შეწყვიტეს ჩემზე პაროდიების გაკეთება, მას შემდეგ რაც მოხდა ის, რაც მოხდა. შევთანხმდით, ან სასაცილო, ან უხამსი.